ხომ გახსოვთ სააკაშვილის დროს მაშინდელი ოპოზიცია როგორ მანიპულირებდა საზოგადოებაზე. რომ თუ კი რომელიმე უბანში მეზობელს დაჭრიდა ან მოკლავდა, ეს სააკაშვილის ბრალი იყო. თუ კი სადმე საეჭვო ვითარებაში ვინმე გააუპატიურეს, ესეც მიშას ბრალი იყო. რომ ახუშტურებული და ახურებული სააკაშვილი ქალებზე იწევდა. ხომ იცით, რომ ყველა რესტორანში თურმე სააკაშვილი იჯდა. ისიც ხომ იცით, რომ მისი ცოლი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობდა, რომ საპატიმროებში ადამიანებს კლავდნენ და მერე იმათ გულმუცელს აცლიდნენ და ორგანოებს ყიდიდნენ. ეს ყველაფერი ხომ წლების განმავლობაში ილაპარაკეს, საზოგადოების ტვინებში ხომ დაილექა, თქვენ ეს ხომ დაიჯერეთ და ამის შედეგად ხომ შემდეგ 2012 წლის ის მოვლენები მოხდა, რაც მოხდა და სხვათა შორის ჩემ და სამწუხაროდ 19 წლის ასაკში მეც იქ ვიყავი და ჩემზე ამ ყველაფერმა, აი ამ ცრუ პროპაგანდამ ძალიან ცუდად იმოქმედა. ჩემ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შესაბამისად, თუ კი ვინმე მიცნობს, მე კარგად იციან, რომ მაქსიმალურად ვარ ჩართული იმ პროცესებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ეს მოძალადე სისტემა უნდა მოშორდეს საქართველოს ხელისუფლების სათავიდან. მაგრამ ეხლა სხვა რაღაცას ვამბობ. აი გუშინ რომ მოხდა გორში, ძალიან ცუდი ფაქტი, სადაც 10-მდე პოლიციელი ძალადობდა 2 უსუსურ ადამიანზე. ქართული ოცნების მხარდამჭერების ტვინში, როგორ ფიქრობთ, რანაირად მოიხარშა ის მოსაზრება, რომ ეს დანაშაული არც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალია, არც პრემიერ-მინისტრის ბრალია, არც სამხარეო პოლიციის უფროსის ბრალია, არც მისი მოადგილეების, არც გორის პოლიციის უფროსის ბრალია და მით უფრო თურმე არ არის არც ამ პოლიციელების ბრალი და რომ ეს ნაცმა ჟურნალისტებმა მოაწყეს თურმე და ისე გადაიღეს. თურმე ამ პოლიციელებმა საკუთარი თავები გაწირეს და შემდეგ უკვე ამ ეგრეთ წოდებულ ნაც ჟურნალისტებს მისცეს საბაბი იმისა, რომ მათი სახლებიდან გადაეღოთ იმ ადამიანებზე ჩადენილი ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ. აი ასეთი იდიოტები, ასეთი ბინძური აზროვნების მქონე ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და ვის ჯერა ახლა რომ წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ძალადობა, გადამეტებული მოქმედებები თუ დანაშაულებები და შეცდომები მართლა ანაღლებდათ ამ პიროვნებებს და წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარი ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანეს. არა, არც ერთ შემთხვევაში რომელი ადამიანის დღეს საუბრობს იმას, რომ ამას პროვოკაციის სუნი ազდის და ეს არ არის ორგანული ბუნებრივი მოვლენა, რაზეც წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ. აი 2022 წელს რომ ჩემზე იძალადეს დიღმის სამმართველოს მილიციელებმა, მანქანაში რომ ჩამტენეს და რტყმის მომენტში რომ ვიდეოს მიღებდნენ და ეს რომ მოვყევი, იცით რას ლაპარაკობდა ეს ხალხი? რომ თითქოს მე ამას ვიგონებდი, რომ ეს ნაცების პროვოკაცია იყო, რომ თურმე ასეთი რაღაცეები მხოლოდ ნაცების დროს ხდებოდა. აი ამ სიმართლით გავიხარო და ჩემო ოჯახმა გაიხაროს, თუ კი მე რამეს ვიტყუებოდე, რამეს ვამატებდე. და ამის შემდეგ უკვე ორჯერ მოხდა ჩემზე ძალადობა მილიციელების მხრიდან. და ამაზე ხალხი ლაპარაკობდა, რომ თურმე ვიგონებდი. აი ეგრე გაიხარეთ თქვენს ოჯახებში, თქვენ შვილებში და მაქსიმართლით გაიხარონ თქვენმა ოჯახის წევრებმა. აი მაგ ჯანმრთელობითი არეთ, რა ჯანმრთელობის პირობებშიც ახლა იმყოფება ის ადამიანი, რომელიც მაგრად სცემეს. და როგორც მე მცემეს კიდე, აი ეგრე ყოფილიყავით მთელი ცხოვრება. თქვენ ხართ ავადმყოფები, თქვენ აღარაფერი აღარ გეშველებათ. თქვენ ხართ ყველანაირად დეგრადირებული საზოგადოება, თუ რა თქმა უნდა საზოგადოება შეიძლება თქვენზე ვილაპარაკო, რომელიც არის ყველანაირად გარყვნილი, ყველანაირი ადამიანური ფასეულობებისგან შორს მდგომი ინდივიდები. თქვენზე ადამიანის წოდება აღარ შეიძლება. როდესაც ტვინში დაუშვებთ იმ აზრს, რომ აი რაც თქვენი თვალით ნახეთ, იქაც კი ნაცებს დაადანაშაულებთ. ანუ იმ პოლიციელების ბრალიც არ არის თურმე. არ არის იმ სისტემის ბრალი, რომელმაც ეს მოძალადე სისტემა, აი ამ სისტემად აქცია, როგორც არის. ვინმეს გონია, რომ ეს ზემოთ არიციან? სამმართველოს წარმომადგენლებმა და მინისტრმა არიცის? ხომ შემოაგდეს უკვე ახალი მესიჯ ბოქსი ახლა, რომ თურმე ბლაგვი საგნით მოხდა პოლიციელზე ანგარიშწორება და პრიმამუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ადამიანს დაიჭერენ. და ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობის თერაპია, ვაჭრობის ჩვეულებრივი ანი და ბანი. რომ ამ ადამიანს უკვე დაანახეს ის, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული პოლიციელზე თავდასხმის მუხლით და ეს პიროვნება უკვე ვაჭრობაზე უნდა წამოიყვანონ. შეთანხმდნენ იმაზე, რომ შენც დამნაშავე ხარ ამ კუთხით ისინიც და მოდი არ გინდა ამ ადამიანებს არ უჩივლო. და უბრალოდ რაღაცა საპროცესო გავაფორმოთ შენთანაც და ამათანაც ორივე დაზარალებულები ხართ. აი აქეთკენ მიყავთ ეს ყველაფერი. მანამდე თქვენს რომ თურმე დანახქონდა. ამან რო არ გაჭრა, ეხლა ბლაგვისაგანი, უფრო მანამდე ბარიგებად გაასაღეს. და აი ასე მუშაობს სისტემა და ამ სისტემას ვინც მხარს უბამთ, აი არ მინდა შეგინება რა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ დავაბინძურო ჩემი ვიდეოები და პოსტები. არ მინდა მივეკუთვნებოდე იმ კატეგორიას, რომლებიც საკუთარ აზრს ვერ გამოხატავენ ცივილიზებულად და დინჯად.
მაგრამ იმსახურებთ თქვენ ყველაფერი იმ გინებას, ასრულებასაც იმსახურებთ, არა თუ გინებას. გინება ჰაერში მიდის, არაფერია, მაგრამ თქვენ ასრულებას იმსახურებთ, საკუთარ ცოლებზე და დედებზე. ვინც დაჩაგრულ ადამიანებს უფრო მეტად ჩაგრავთ. არაფერი არ არის იმაზე ბინძური, იმაზე მძიმე დასანახი და მოსასმენი, როდესაც დაჩაგრულ ადამიანს უფრო მეტად ჩაგრავთ, მორალურად, ფსიქოლოგიურად. ვის არ მოსულია ჩხუბი და ვის ხელი არ მოხვედრია, მაგრამ იმაზე მძიმე არაფერი არ არის, როდესაც სამართალს ვერ პოულობ და საზოგადოება, რომელიც ჰუმანურად უნდა იყოს განწყობილი და სოლიდარობას უნდა გამოხატავდეს დაჩაგრული პიროვნებების მიმართ, ხედავ რომ ესენი მოძალადე სისტემას ამართლებენ. ამაზე მეტად მე რა უნდა გამიკვირდეს? არც ვიდეო მქონდა დამამტკიცებელი, არაფერი, უბრალოდ ჩემ პატიოსან სიტყვას უნდა ენდოს ადამიანი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ნახეს როგორ ზალადობენ ორ პიროვნებაზე და ეჭვები უჩნდებათ რომ თურმე აქ პროვოკაცია ნაცემმა მოაწყეს, ჟურნალისტებიც თურმე როგორ კარგად გაჩნდნენ იქ და გადაიღეს ეს ვიდეო კადრები. აი მიმიფურთხებია თქვენი აზროვნებისთვის და თქვენი პიროვნული თვისებებისთვის, რომელიც კარგად ჩანს რეალურად თქვენ ვინ ხართ. თქვენ ხართ სისტემის ტრაკის დარაჯები, რომლებიც ხელს აფარებთ.